მოგესალმები ვაკო ორგანაშვილს. მოგესალმები ვაკო, რომელიც დღეს გაუძღვება რუბრიკას, რომელიც კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენი საამაყო პარტნიორის ლიდერ ქალთა საზოგადოების ეგიდით მზადდება. ძალიან დიდი მადლობა შენი დროისთვის და ნუ როგორც ყოველთვის საინტერესო სტუმარი გეყოლება დღევანდელ შენს რუბრიკაში. ასე რომ გისმენ ყურადღებით. მოგესალმებით. პირველ რიგში მინდა აღნიშნო ის, რომ როგორც თქვენ იცით და როგორც ხვდებით ხოლმე ლიდერ ქალთა საზოგადოება გამოირჩევა საკმაოდ მრავალფეროვანი და საკმაოდ საინტერესო ქალბატონებით. ეს არის საზოგადოება, სადაც თავშეყრილნი არიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ადამიანები და ეს არ არის რაღაც კონკრეტული ერთი მიმართულება, რომელსაც ჩვენ ვაერთიანებთ და რომელიც არის ჩვენ საზოგადოებაში. შესაბამისად, აქედან გამომდინარე, დღეს სარგებლობთ საკმაოდ განსხვავებული რუბრიკით, რომელიც ლიდერ ქალთა საზოგადოება მომზადა და დღეს ჩვენი სტუმარია ქალბატონი ნატო ფაჩუაშვილი, რომელიც გახლავთ წიგნებში მოხეტიალეს ავტორი და რომელიც არის ძალიან საინტერესო, საკმაოდ მრავალფეროვანი წასაკითხი, არის ინგლისურენოვანი და მოდით მე რომ ბევრი თუ არ დავკარგო და არ მოგაწყნოთ თავი ქალბატონ ნატოს მოусმინოთ თუ პირველ რიგში გაგვეცნობა იგი მოგვახსენებს მის შესახებ და ასევე გვეტყვის იმას თუ რა ხდება ამ ძალიან ლამაზ, ძალიან კარგ და საინტერესო წიგნში. მოგესალმებით კიდევ ერთხელ ქალბატონ ნატო. გთხოვთ გაგვეცანით და გვიამბობთ თქვენ შესახებ. გავაცნობთ მაყურებელს. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა აქ მოწვევისთვის. ჩემთვის როგორც დებიუტანტი ავტორისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს თქვენი მხარდაჭერა, რისთვისაც უდიდეს მადლობას გიხდით თქვენ. მე ვარ ნატო ფაჩუაშვილი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი განათლების მიმართულებით, მაგრამ მე დღეს თქვენთან წარმოდგენილი ვარ როგორც დებიუტანტი ავტორი წიგნისა წიგნებში მოხეტიალე. წიგნებში მოხეტიალე 13 იანვარს გამოიცა საქართველოში. ის ხელმისაწვდომია რამდენიმე წიგნის მაღაზიებში. გარდა ამისა, წიგნებში მოხეტიალე გამოიცა ასევე Amazon-ზე 3 იანვარს Kindle ფორმატით და მოგვიანებით მოხდა ასევე Amazon-ზე ბეჭდური ვერსიის გამოცემა. რამდენიმე კვირის წინ მოხდა წიგნის აუდიო ვერსიის ჩაწერა და გამოცემა Amazon-ის პლატფორმებზე, როგორიც არის Audible, Amazon და ასევე ის ხელმისაწვდომია iTunes-ზე. ასე ვთქვათ, წიგნებში მოხეტიალე, რომელიც ინგლისურენოვანი წიგნია, ხელმისაწვდომია საქართველოში და ასევე საზღვარგარეთ Amazon-ის ნებისმიერ მარკეტპლეისზე. კი ბატონო, ძალიან საინტერესო მაგალითად ვიყავი ამ წიგნის პრეზენტაციაზე და იყო საკმაოდ მრავალფეროვანი, სხვადასხვა სიურპრიზები დატვირთული და ძალიან მნიშვნელოვანი იყო მსმენელისთვის იქ მოსმენა ის თუ მაგალითად რატომ დაიწერა საერთოდ ეს წიგნი და თუნდაც ის რომ რატომ უნდა წაიკითხოს მკითხველმა ეს კონკრეტული ძალიან არაჩვეულებრივი ნაშრომი. ამ მაყურებელს რო შევატყობინოთ ინფორმაცია, რომ მაგალითად რატომ დაიწერა, რა იყო მაგალითად თქვენი ინსპირაცია, როდესაც ამ წიგნს წერით ან მაგალითად თუ საიდუმლო არის შინაარსიც რომ გაგვანდოთ შემდეგ. კი, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მადლობა ამ კითხვისთვის. ყოველთვის მინდოდა წიგნის დაწერა. ქვეცნობიერად ყოველთვის ვიძახდი და ვამბობდი, რომ მე აუცილებლად ერთ დღეს დავწერდი წიგნს და მე ვფიქრობ, რომ აი ახლა ამ გადმოსახედიდან რო ვუყურებ, ასე მგონია, რომ რაღაცა ძალიან ბევრი წლების განმავლობაში მე ვაგროვებდი ამ ჩემს გამოცდილებას, ცოდნას, ემოციებს, გრძნობებს, დაკვირვებებს ადამიანზე და შემდეგ რაღაცა აი ამ ფორმით წიგნის სახით მოხდა აი ამის გადმოცემა. შარშან ზაფხულს მომინდა ამ ამბის მოყოლა და აქედან დაიწყო ჩემი მოგზაურობა, რომელსაც ქვია წიგნებში მოხეტიალე. ინსპირაციას რაც შეეხება, როგორც თვითონ სათაურიც განიშნებთ, ეს არის წიგნი არის წიგნებზე, ის არის ჩემი ლიტერატურისადმი დიდი სიყვარულით განპირობებული. ძალიან მიყვარს ბრიტანული ლიტერატურა და მინდოდა რომ ამ წიგნში თავი მოეყარა ყველა ჩემთვის საყვარელ, არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ სხვა ბევრი ადამიანისთვის საყვარელ ლიტერატურას და შესაბამისად ამ წიგნს მიეცა ასეთი სახე, ეს არის ბევრი წიგნი ერთ წიგნში თავმოყრილი. და მინდოდა რომ ამით პირველი რაც მინდოდა ის რომ წიგნებისთვის თავი მომეყარა და ეს იყო პირველი, შემდეგ მინდოდა რომ მკითხველისთვის შემეყვარებინა ლიტერატურა და ცოტა სხვა თვალით დამენახვებინა მათთვის საყვარელი კლასიკოსი მწერლები და მათი ნაწარმოებები. ეს იყო ასე ვთქვათ ინსპირაცია და რომ გადაშლით წიგნი პირველი რითიც იწყება ეს გახლავთ რობერტ ბარნსის უკვდავი ლექსია Red Rose. ეს არის ძალიან ლამაზ სიყვარულზე და მთლიანად ეს გახდა ასე ვთქვათ ჩემი starting point იმისა რომ დამეწყო წერა. რობერტ ბარნსის ეს ლექსი და ის სიყვარული რომელიც მასშია გადმოცემული მთლიანად ლაიტმოტივად გასდევს ჩემს წიგნს. რაც შეეხება წიგნის შინაარსს, ზოგადად როცა მეკითხებიან რაზეა წიგნი, ძალიან მიჭირს რამე ერთი კონკრეტული თემის გამოყოფა, იმიტომ რომ ეს წიგნი ძალიან ბევრ რამეს ეხება. მე არ მინდოდა
მინდოდა რომ აქ ყოფილიყო მხოლოდ ბანალური სიყვარულის ისტორია, შესაბამისად ეს წიგნი არის საქართველოზე, არის ლიტერატურის სიყვარულზე, როგორც უკვე აღვნიშნე. ეს წიგნი არის ძალიან ლამაზ, მოგითხრობს ძალიან ლამაზ სიყვარულზე, მეგობრობაზე, ოჯახზე და ასე შემდეგ. წიგნის პირველ ნაწილში მოქმედება ხდება საქართველოში. ჩემი მთავარი პერსონაჟი ლიზა ადამია 1990-იანი წლების საქართველოდან გადადის საცხოვრებლად ინგლისში, ოჯახთან ერთად, ასე ვთქვათ, ემიგრაციაში. ლიზას აქვს ძალიან ტრაგიკული ბავშვობა, არა მხოლოდ, ასევე ძალიან სევდიანი აწმყო და ის შვებას ეძებს წიგნებში. მისთვის წიგნები არის ყველაზე დიდი ბედნიერება, წიგნები არის ლიზა ადამიანის მეგობარი და შესაბამისად ის რეალობას გაურბის და ეძებს ბედნიერებას წიგნებში. წიგნის ეს სიყვარული მას შეახვედრებს მწერალს დანიელ დევისს მანჩესტერის უნივერსიტეტში, სადაც უკვე იწყება წიგნის ყველაზე საინტერესო მომენტი. მათ შეუყვარდებათ ერთმანეთი და ეს არის ძალიან ლამაზი სიყვარულის ისტორია. მე ამას ვეძახი კლასიკური სიყვარულის ისტორიის თანამედროვე ვერსიას. თანამედროვე იმიტომ რომ იმის ფონზე რომ ამ წიგნში არის ბევრი კლასიკური ნაწარმოები განხილული, შესაბამისად ისტორიაც სიყვარულის უნდა ყოფილიყო მათთან ახლოს წიგნებთან მიახლოებული და თანამედროვე იმიტომ რომ ეს ხდება 21-ე საუკუნეში. ეს სიყვარულის ისტორია არის განსხვავებული, იმიტომ რომ გმირები ერთმანეთს არა მხოლოდ მათივე რეალურ სამყაროში, არამედ წარმოსახვით სამყაროშიც უკავშირდებიან ერთმანეთს, წიგნებში დაეძებენ ერთმანეთს და ეს არის ძალიან ლამაზი, უანგარო, კეთილი, ბუნებიანი სიყვარულის ისტორია ორ თანამოაზრე პერსონაჟს შორის. მათი სიყვარულის ისტორია მიმდინარეობს მათივე კითხვისადმი საერთო ინტერესის ფონზე. ეს რაც ერთ-ერთი მთავარი თემა. მეორე მთავარი თემა ალბათ ვახსენე უკვე საქართველოს. მე მინდოდა რომ ჩემი კითხველი ცოტა დამებრუნებინა საქართველოს 90-იანი წლების ისტორიაში. ეს არის პერიოდი, როცა ჩვენ არასოდეს არ დაგვიწყდება. ახალ თაობაში არ ახსოვს და შეიძლება მათთვის ეს რაღაცნაირად ინფორმატიული ყოფილიყო ეს ინფორმაცია ჩვენ ძველ თაობისთვის კიდე მინდოდა რომ რაღაცნაირად უკან დროში დამებრუნებინეთ და განახსენებინა ის ძალიან მძიმე პერიოდი, რომელიც ჩვენ ცხოვრებაში სამუდამოდ დარჩა და კვალი დატოვა. გარდა ამისა, წიგნში თქვენ შეხვდებით ულამაზეს დაძმურ სიყვარულს, ეს არის სიყვარული, რომელიც ასევე ლაითმოტივად გასდევს წიგნს, აი ზუსტად ის 90-იანი რომ ვახსენე, ეს პერიოდი გადაგვატანა ოჯახის სიყვარულმა და მინდოდა რომ ესეც რაღაცნაირად გამომეხატა ამაში დაძმის სიყვარულში. ჩემი გმირები ლიზა და გიორგი არიან 90-იანი ბავშვები და მათ სიყვარული გადააჭრა. მოდით ნატო ძალიან საინტერესო საუბრობ, რეკლამაზე გავიდეთ და რეკლამის შემდეგ გავაგრძელოთ უკვე ჩვენი საუბარი. მალე დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში, ასე რომ არ გადართოთ და დარჩით ჩვენთან. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში განვაგრძობთ გამოშვებას ვაკო ყორღანაშვილთან და ნატო ფაჩუაშვილთან ერთად ძალიან საინტერესო თემაზე და კიდევ ერთხელ მოგესალმებით მოკლედ და განვაგრძობთ ჩვენი საინტერესო დისკუსია. ქალბატონო ნატო თქვენ აღნიშნეთ უშუალოდ წიგნში მიმდინარე მოვლენები, რომელიც არის ძალიან საინტერესო, საკმაოდ მრავალფეროვანი და აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ის, რომ არ არის არავითარ შემთხვევაში მოსაწყენი. მაგალითად, მაყურებელს შეიძლება გაუჩნდეს ასეთი კითხვა, რომ მაგალითად რატომ უნდა წაიკითხოს ეს ყველაფერი, ხომ? კითხულმა რას გაეცნობა ეს ცხადია უკვე აღვნიშნეთ, თუმცა რა ძირითადი ღირებულებები, რას მოგცემს ჩვენ ამ წიგნთან გაცნობა? ძალიან დიდი მადლობა ამ კითხვისთვის. პირველი რატომაც უნდა წაიკითხოთ ეს წიგნი არის ის, რომ მე თქვენ გამოგზავრებთ ინგლისური ლიტერატურის ლექციებზე. როგორც უკვე აღვნიშნეთ, წიგნში წიგნის სეტინგი, ასე ვთქვათ, არის მანჩესტერის უნივერსიტეტი, სადაც გმირები ესწრებიან ინგლისური ლიტერატურის ლექციებს. და მე თქვენ მინდა რომ განიცადოთ, რას ნიშნავს იყოთ ინგლისური ლიტერატურის ლექციებზე. აქ მოხდება წიგნების განხილვა და თქვენ იგრძნობთ თავს, როგორც ასე ვთქვათ, სემინარის მონაწილე. ეს წიგნი არის მათთვის განსაკუთრებული მნიშვნელოვანი, ვისაც უყვარს კითხვა. არა მხოლოდ დამწყები კითხულისთვის, არამედ მათთვის, ვინც უკვე გამოცდები მკითხველია, დამწყები მკითხველები მათ აქ წააწყდებიან ისეთ წიგნებს, რომლებიც შეიძლება მათთვის ასე ვთქვათ ინსპირაცია იყოს შემდეგ რომ მათ მოიძიონ და წაიკითხონ. გამოცდები მკითხველებისთვის კიდევ ვფიქრობ, რომ რაღაცა სიახლეს მაინც მოვიტან და სულ მცირე მათთვის საყვარელ გმირებს და პერსონაჟებს შეხვდებიან ჩემს წიგნში. ეს პირველი. მეორე, ალბათ ვფიქრობ, რომ აუცილებლად უნდა გაიცნოთ ლიზა და დენი, რადგან ეს არის ძალიან ლამაზი სიყვარულის ისტორია.
ეს არის ისტორია, რომელიც ეს არის სიყვარულის ისტორია, რომელიც უძლებს ყველაფერს, განშორებას დროს, აქ არის ყველაფერი აქ ნახავთ თქვენ გულის ტკივილს, ყენას, მეგობრობას, ნებას, ინტიმს, ასე რომ ძალიან მინდა რომ ჩემი მკითხველებმა, ჩემმა მკითხველებმაც განიცადონ ეს ძალიან ლამაზი სიყვარულის ისტორია. და მესამე, როგორც უკვე აღნიშნე, მინდა ცოტა ხნით დაგაბრუნოთ საქართველოს ისტორიაში, ვიცი რომ ეს არ არის ასე თქვა საამაყო პერიოდი ჩვენს ცხოვრებაში, ჩვენს ისტორიაში, თუმცა ეს არის პერიოდი, რომელიც ჩვენ არასოდეს არ დაგვიწყდება, ცოტა ხნით დაგაბრუნოთ საქართველოს მაგრამ ისევ მოგიყვანთ აწმყოში ამ წიგნით. ეს არის მესამე მიზეზი. მეოთხე მიზეზი, მოდი მკითხოს დავუტოვოთ თუ რატო. კი ბატონო, თვითონ თავად აღმოჩნდა ინტრიგაც აუცილებლად დავუტოვოთ. კი ბატონო, რას გეტყვით თქვენ სამომავლო გეგმებზე? გაგვაცანით რა არის შემდეგი ნაბიჯები, რომელსაც საპირებთ რომ გადადგეთ. დიახ, სამომავლო გეგმები ძალიან ბევრი მაქვს. თვითონ წიგნებში მოხეტილებასთან დაკავშირებით მე არ დამისულებია გეგმები, როგორც ის უკვე აღნიშნეს, გამოიცა ამაზონზე, დაიბეჭდა საქართველოში, ხელმისაწვდომია, როგორც Kindle აუდიო და ასევე ბეჭდური ვერსიით, თუმცა ხა ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ეს წიგნი გამოიცეს უცხოეთში, ოღონდ ტრადიციული გამომცემლების საშუალებით. ამისთვის საჭიროა რომ გყავდეს აგენტი, გარემოებიდან გამომდინარე, მე ვარ საქართველოში და საკმაოდ რესურსები ჭირდება ამის გაკეთებას. შესაბამისად, დროებით ეს პროცესში, ეს ამბავი არის პროცესში, თუმცა ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ როდესმე წიგნებში მოხეტიალი აუცილებლად დაიკავებს უცხოეთში რომელიმე მაღაზიის, წიგნების მაღაზიის თაროს. თუ კი ეს მოხდება ტრადიციული გამომცემლების მიერ გამოცემული წიგნი. და იმაზეც ვარ თანახმა, რომ გამოიწვევს ამ წიგნის, ასე ვთქვათ, revised version, განახლებული ვერსია, თუ გამომცემლები ჩათვლიან საჭიროდ, რომ უნდა იყოს ამის ცვლილებები ამ წიგნში. ეს არის ერთ-ერთი გეგმა, რომელიც მაქვს ამ წიგნთან დაკავშირებით. მეორე, ძალიან ბევრი მეკითხება იქნება თუ არა ამ წიგნის თარგმანი. ესეც ალბათ ჩემი ოცნებაა, რომ წიგნებში მოხეტიალე ითარგმნოს და ქართულ აუდიტორიის გულებამდეც მივიდე. მე ამ წიგნით შევსვიდი აუდიტორია, იმიტომ რომ ეს არის გათვლილი იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც იციან ინგლისური ენა და შესაბამისად ძალიან ვიწროა ეს სეგმენტი და საქართველოში ვიძახი. და ამიტომ ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ამის თარგმანი მოხდეს, თუმცა ამასაც ვფიქრობ, რომ დრო ჭირდება. ჩემ ცხოვრებაში ბოლო პერიოდში ყველაფერი ძალიან თანმიმდევრულად ხდება და ალბათ ამის დროც მოვა რომ წიგნი დააგროვებს საკმაო რეპუტაციას და მას თარგმნიან საქართველოში და ალბათ მესამე გეგმა ალბათ ვიცი თქვენ რატომაც მკითხეთ ეს რომ მეორე წიგნთან დაკავშირებით ხო? მეორე წიგნის იდეები არსებობს, ინსპირაცია არის, ვაკეთებ პატარ-პატარა ჩანაწერებს, სადაც მაქვს საშუალება, როცა მაქვს საშუალება, თუმცა ვფიქრობ რომ წიგნის დაწერა ასე მარტივი და ადვილი არ არის, ვფიქრობ რომ ჭირდება დრო, ჭირდება ის პატარა ბიძგი, რაც მქონდა და უშო წიგნებში მოხეტიალეს დროს და აუცილებლად დავწერ. კი ბატონო. კი ბატონო, მოკლედ ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივიდა და მიხარია რომ ჩვენი გადაცემა და ჩვენი რუბრიკა ემსახურება ისეთ ესეთი ნიჭიერი ადამიანების პოპულარიზაციას. ბოდიში დავამატებ, ხალბატონი ნატო არის ძალიან თავმდაბალი და გადაცემაში სტუმრობაში იმდენი ასე ვთქვათ ჭიდილი დაგვჭირდა რომ ძალიან თავმდაბალია. თუმცა ისე საინტერესო, ისე სმარტად და ისე ამომწურავად ისაუბრა რომ არ ვიცი, ნამდვილად ძალიან კარგია ეს ყველაფერი, წარმატებებს გისურვებთ, ულევ წარმატებებს. ვაკო, ძალიან დიდი მადლობა ასევე საინტერესო კონტენტის ორგანიზებისთვის, სადაც აი ესეთ ადამიანებს ვიცნობთ ხოლმე, როგორც წესი. დიდი მადლობა ვაკო ყორგანაშვილს, დიდი მადლობა ნატო ფაჩუაშვილს.